ეკავებ ხვაწესთან. საღამოშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ რადიო სივრცეს FM 98 და 5-ზე. მე ჟურნალისტი ეკავებ ხვაძე ვარ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩვენი გადაცემის ყურება Facebook გვერდზე, რადიო სივრცის და ასევე YouTube არხზეც. ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებას ამარტივებს, რაც თანაბრად ეხება 61 ქვეყანას, თუმცა საქართველოში დისკუსია საქართველოსთან მიმართებაში გააქტიურდა, რა თქმა უნდა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირი საქართველოსთვის იღებს, რაც სპეკულაციაც შეფასდა ხელისუფლებაში, თუმცა დღეს ითქვა ასევე, რომ არ არის გამორიცხული ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე, ვიზა ლიბერალიზაციაც კი გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის სახით, კონკრეტულად თვითმმართველობის არჩევნების წინ. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური ჩართულობის ცენტრს აუქმებს, რომელსაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია პროპაგანდისა და ცენზურის მანქანად მიიჩნევს. ამ ორგანიზაციის პარტნიორი საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრია, რომელიც არაერთხელ დაუდანაშაულებია მმართველ გუნდს საქართველოში მაიდნის სცენარის განვითარების მცდელობაში. საქართველოში კი პოლიტიკური პარტიები ჯერ ისევ ვერ ჩამოყალიბდნენ, მიიღონ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. მათი გადაწყვეტილება საინტერესოა პარლამენტში მიმდინარე საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად, კომისიისა, რომელმაც უნდა შექმნას საფუძველი რეჟიმის გასამართლების, რეჟიმად ჩამოყალიბების ბრალდებას კი აქეთ უყენებს ოპოზიცია ქართულ ოცნებას და ამის ერთ-ერთ მაგალითად ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება მოყავს, რომელიც გუშინ მოხდა. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენს გადაცემაში და ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია ხალხის ძალის თავმჯდომარე, საგამოძიებო კომისიის წევრი ბატონი სოზარ სუბარი, რომელსაც მივესალმები. მოგესალმებით. გამარჯობა. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. და მეულოცავ ჩვენს ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც კარზეა მომდგარი. სულ მალე მოგვადგება. დიდი მადლობა. ბატონ სოზარ, რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით სასაუბრო გვაქვს და ბევრია და გარკვეული კითხვებიც დაგროვდა ამ თემაზე, მაგრამ პირველი რაც მინდა გკითხოთ, გუშინ რეჟისორი დავით დოიაშვილი კულტურის სამინისტროს მიერ გათავისუფლდა სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან, რასაც გარკვეული მღელვარება მოყვა, მანაც გააკეთა ამაზე განცხადება და მისი დასიდან და დღესაც გრძელდება ეს ადამიანები მოკლედ აპროტესტებენ ამას და ამბობენ, რომ და ეს შეფასდა გარკვეულწილად, როგორც ხელოვნებისა და თეატრის მიმართ რეპრესიები განხორციელებული ხელისუფლების მხრიდან. საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამ თემაზე, რა ხდება ამ კუთხით და როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას? კულტურის მინისტრის პრეროგატივაა და ნამდვილად არ ვაპირებ ხა რაღაც სერიოზული კომენტარები ვაკეთებ, იმიტომ რომ არ ვიცი გადაწყვეტილების საფუძველი. ეხლა რაც შეეხება ქუჩის პროტესტს და ამის ქუჩაში გაპროტესტებას, რატომღაც ამ მსახიობებს არც ერთს არ გაუპროტესტებია, როდესაც სააკაშვილმა გაათავისუფლა მართლა კლასიკოსი და მართლა გენიოსი ჩვენი თეატრის რობერტ სტურუა. ერთს არ გახსენებიათ, ეხლა დოიაშვილზე როცა არის ლაპარაკი და ეს რომ ქუჩაში აგრძელებენ პროტესტს მის დასაცავად. მე დოიაშვილის შემოქმედებას კულტურულად რო გითხრა, კარგად ვისწობ თქო, ვერ ვიტყვი, ძირითადად რაც მე ამ ადამიანს ვისწნობ, ეს არის ქუჩაში პერფორმანსებს რო აწყობს და ბოლო დროს ეხლა რასაც ხედავთ. ამისთვის სივრცე აწი გაცილებით მეტი ექნება და დროც თეატრისთვის ვერ იცლის, სამაგიეროდ ექნება დრო ბევრი პერფორმანსი მოაწყოს ქუჩაში და მაყურებელს ეყოლება თუ საინტერესო პერფორმანსებს მოაწყოს. ანუ რეპრესიული მცდელობას გამორიცხავთ. რეპრესიები არის აბსოლუტურად გამორიცხული და თუ რამე არ მოსწონს ამ შემთხვევაში მას შეუძლია რა თქმა უნდა სასამართლოს მიმართოს, თუ მიაჩნია რომ სამართლებრივად მისი უფლებები დაირღვა. კი ბატონო, კარგით. კიდევ ერთი თემა, მოდით საგამოძიებო კომისიას მინდა ეხლა დავუბრუნდეთ და უბრალოდ დავიწყო ამაზე საუბარი, სადღაც დავუბრუნდეთ. სანამ იქ მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბრებდეთ, მოკლედ იყო იქ საუბარი და ნახსენები ყოფილი სახალხო დამცველი, რომელმაც შემდეგ უკვე წერილობით თქვენ გაგცათ პასუხი ამაზე და ეს კითხვა მინდა დაგისვათ, რომ 20 ივნისის საქმეს გულისხმობს, სადაც თქვათ პარლამენტში იმყოფებოდა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და შემდეგ ნინო ლომჯარიამ მოკლედ საპასუხოდ გამოაქვეყნა Facebook-ზე, თავის გვერდზე დეტალები იმის თაობაზე, რომ სად იყო, როგორი
იყო, რომ ამის შესახებ არსებობს ანგარიშიც კი, რომელიც დღემდე რატომღაც ამ თემაზე ამ ანგარიშთან დაკავშირებით ეთყობა არც არაფერი იცოდა ხელისუფლებამ და აზრზე არ არიანო და პლუს ვიყავის თქვენს ნახსენები მის პოსტში. მაშინ, როდესაც ცდილობდი გარეთმყოფი ხალხის გადარჩენას, სოზარ სუბარი იყო ჩუმად და დუმილი დაარღვია მხოლოდ მაშინ, როდესაც ომბუდსმენის აპარატში ახლობლის დასაქმება მთხოვა, რაზეც ჩემგან საკადრისი პასუხი მიიღო. ვისი დასაქმება თხოვეთ ნინო ლომჯარიაც და რაზე საუბრობს ის ამ პოსტში? ესე იგი, გახარიამ ხო 6 საათის განმავლობაში, რაც საგამოძიებო კომისიაზე იჯდა, თავი დაგომახსოვრდა ორი რამით. ან იტყვებოდა, ან ამბობდა არ მახსოვს და მე როცა რაღაც ფაქტებს შევახსენებდით, იძულებული ხდებოდა მეხსიერება განეახლებინა და რაღაცები გაეხსენებია და მე მგონი ნინო ლომჯარიამ გადაასწრო ამაში. ეს სიტუაცია რო წარმოვიდგინოთ როგორია. მიდის პარლამენტის შტურმი, გამალებული, აქედან გახარია რეზინის ტყუებს უშენს, ხალხი თვალებს კარგავს და ამ დროს მე მივდივარ და ლაპარაკობთ იმაზე, რომ ვიღაცა არის დასასაქმებელი. ნუ ძალიან არასერიოზული განცხადება. მეორე, წავიკითხე მეც ეს განცხადება. ესე იგი, თურმე იდგა ხალხთან, როგორც თვითონ ამბობს და ამ დროს ატყდა ტყუების სროლა, ის ასრაფოდ გამოარღვია იქ პოლიციის კორდონი, სპეცრაზმის კორდონი, გვერდი აუარა იქ წყლისჭავლის მანქანებს თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ შემოვიდა პარლამენტში, მივიდა და ეუბნება რომ ასე არ გააკეთო. ამდენი ხანი არც გრძელდებოდა იქ რეზინის ტყუების სროლა, ეგეც ხო წარმოუდგენელი ისტორია, მაგრამ მეორეც რა ვიცი, აქამდე რატო არ უნდა სოდნოდა საზოგადოებას, რომ თურმე ის გახარიას გვერდით იდგა და თურმე ის ეუბნებოდა როგორ არ ესროლა და როგორ არ დაესახიჩრებინა ხალხი, ეს ხო ზღაპარია. მეორეც სამეც ძალიან ბევრი მოწმეა, რომლებიც დაადასტურებენ, ახლა მე აღარ ვილაპარაკებ ამ თემაზე მეც, რომ გაცილებით ადრე ოთახში, სადაც იჯდა გახარია, იყო ორი ადამიანი მუდმივად. გაცილებით ადრე სროლის დაწყებამდე. გაცილებით ადრე არათუ რეზინის ტყუების სროლის დაწყებამდე, არამედ გაცილებით ადრე, ვიდრე საერთოდ დაიწყებოდა გაზის ყუმბარების სროლა, პირველი ხო ეს იყო. იჯდა ეს ორი ადამიანი, ლომჯარია და მისი მოადგილე, ბურჯანაძე, რომელმაც საქართველოს თავი დაამახსოვრა, იმით რომ ცალფეხს თუ ევროკავშირი გვეტყვის, რომ ერთი კვირა ცალფეხზე იდგეს მთელი საქართველო უნდა დაუდგეთ ცალფეხზე და რა ვიცი, ვიდგეთ ასე სანამ ესე იგი რაღაც მოწყალება არ გაიგებთ. ბურჯანაძე თქვა კიდეც, რომ კი ვიყავი და ჩვენს მოვალეობებს ვასრულებდი. პრინციპში სახალხო დამცველის იქ ყოფნა პრობლემა რატო იყო? არაფერი პრობლემა არ არის და ეს პრობლემა და არავის არ უთქვია, იმიტომაც შეიძლება არ იყო აქამდე ცნობილი. თვითონ არ მოინდომეს რატომღაც ამის მოყოლა, რომ იქ იჯდნენ თურმე და ეუბნებოდნენ, რომ არის სროლო. სხვას არავის არ ჩაუთვლია, რომ ამის ყოფნა პრობლემა იყო. უბრალოდ, როდესაც გიორგი გახარიამ თქვა, რომ იქ თურმე მის გარდა არავინ არ ყოფილა და დეპუტატები სათითაოდ მოჰყავდა, იძულებული გავხდით გვეხსენებინა, რომ უზარმაზარი ოთახი, ვიცე-სპიკერის ოთახი, ზვიადიძიგურის ოთახი იყო სავსე დეპუტატებით, იყვნენ მთავრობის წევრებიც, იყო პრემიერის აპარატის უფროსი, იყო სახალხო დამცველი, იყო მისი მოადგილე და ეს მორიგი ეს დეტალები გახადეთ უფრო და რაც შეეხება იმას, რომ დეპუტატები მოჰყავდა ეს სადღაც ურეკავდა სახში და მოხავდა. ესეც ხო ტყუილია, მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ დეპუტატები ანუ სახში არიან, პარლამენტის შტურმი მიმდინარეობს და ამ დროს პრემიერი კი არ შინაგან საქმეთა მინისტრი იმის ნაცვლად რომ შტურმი აღკვეთოს, უკეთავს, ურეკავს დეპუტატებს, ეხვეწება რომ მოდით პარლამენტში. რა უნდათ იქ პარლამენტში, პირიქით უნდა ეთქვა, რომ წადით აქედან აქ რა გინდათ. მოჰყავს იქ, შემდეგ ვიღაცებს თურმე გული მისდით, ეს ცივწყალს მიაწვდის, ვიღაცას ყავას უდუღებს, ძალიან არასერიოზულია, როგორც ერთის განცხადება გახარიას გულისხმობ, ისე მეორის განცხადება, რომ თურმე ხალხთან იდგა, როცა რეზინის ტყუები სროლა დაიწყო და ეს მთელი 9 საათი მოუნდებოდა ამ პროცედურას, როგორ უნდა შემოსულიყო, ყველა კარი დაკეტილია, სპეცრაზმელებით განან, მანქანები უნდა გაეწიათ, შემოვიდა და ეუბნება გახარიას, რომ აბა სასწრაფოდ შეწყვიტეთ, თორე გარეთ უბედურება ტრიალებს. ამდენი ხანი გაგრძელდა, ესე იგი რეზინის ტყუების სროლა საათები გრძელდებოდა. ძალიან ბევრი ჩაკითხვა იყო გიორგი გახარიასთან, რაღაც აზუსტებინებდით, ვინ იმყოფებოდა კიდევ მასთან ერთად. და ამ დროს კიდევ ვიღაცები იცლიან იმისთვის, რომ თურმე ვიღაცა არის დასასაქმებელი იქ ხო საერთოდ. ხო, ანუ ესეთი რამე არ გითქვამთ ამას უარყოფთ, მე როგორც მივხვდი. ხო, არ ვიცი ხა ის ამას ამბობს, თქვენ ამას უარყოფთ, გასაგებია კი ბატონო. შეიძლება კიდევ გიპასუხოთ ლომჯარიამ თქვენ ამ
პასუხზე. რა მინდა იცით გკითხოთ, დაგრჩათ რაღაცა დეტალი, რაღაცნაირად შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ დაზუსტება გინდოდათ კიდევ გახარიასგან გაიხსენებინა, აი ვინ იმყოფებოდა მასთან ერთად და ბევრი ჩაკითხვა იყო. დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ არ ითქვა ის კიდევ რისი თქმაც შეიძლებოდა მისი მხრიდან, მაგალითად გერმანიის ელჩის იქ ყოფნა, ესეც გავრცელდა და მაშინაც აი 20 ივნისის საქმეზეც მე მახსოვს, როდესაც გერმანიის ელჩმა მაშინ განცხადებაც გააკეთა. უბრალოდ მე არ მიმიღიაო მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგრამ დიახ, მე იქ ვიმყოფებოდიო. გსურდათ ამის მოსმენა გიორგი გახარიასგან თუ რატომ იყო მსგავსი ჩაკითხვები, რა შეგიძლიათ დღეს ამაზე თქვა? დეტალები მნიშვნელოვანია, როცა ასეთ საქმეზე ხდება ჩაკითხვა. ეხლა წეღანაც თქვი და ეხლაც გავიმეორებ, რატო არ მოსული არა მქამდე არავის ვინმე საზრად რო გვეკითხა მაგათად იყო თუ არა იქ სახალხო დამცველი ან მისი მოადგილე, მაგრამ როცა თქვა რომ კაციშვილი არ ყოფილა და თურმე სახლიდან მოჰყავდა ვიღაცა, ნუ საჭირო გახდა მეხსიერების პატარა შეფხიზლება. ისევე როგორც თქვათ ამერიკის ელჩთან დაკავშირებით უკვე გადადგომის წინ რომ თურმე არავისთან შეხვედრა არ ქონია, მე შევახსენეთ რომ კიო ამერიკის ელჩთან და კიო ელჩებს ხვდებოდიო, მათ შორის ერთ-ერთი ამერიკის ელჩიც იქნებოდა სავარაუდოდო, მე სავარაუდო გახდა ნამდვილადო, რაზე ილაპარაკეთ თუ არა მელიას დაჭერა არ დაჭერაზე და არაო ამაზე არა, მაგრამ ალბათ ამაზეცო მე ვუთხრათ რომ ამაზე მნიშვნელოვანი იმ დღეს რა უნდა ყოფილიყო, ხო რა თქმა უნდა გქონდაო და მითხრაო რომ დაიჭირეო. წაუკითხეთ მეორე დღეს საელჩოს მიერ ამერიკის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ისინი კატეგორიულად გმობენ მელიას დაჭერას და ესე მეორე დღეს ასე გმობენ და წინა დღეს კითხრა რომ დაიჭირეო და ასე აიხლართა თავის ტყუილებში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ, ხო, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გერმანიის ელჩთან დაკავშირებით კიდე აქ იყო, მაგრამ მე მასთან კონტაქტი არ მქონია მის ალმებას თუ არ ჩავთვლი, თუმცა იქ იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები, რომლებიც რა ვიცი ხა თუ საჭირო გახდა, მოვიწვევთ მათაც შესაძლებელი იყო რომ იმას რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიიღო. არა, ბუნებრივი გადაწყვეტილებებში ის არ მონაწილეობდა და ვერ მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა ხდნენ ადამიანები, ვისაც უფრო მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ მათთან, ელაპარაკებოდნენ და ნუ ისინი შეგვიძლია მოვიწვიოთ და მათაც ვკითხოთ რა ხდებოდა, როგორ მოხდა იქ საერთოდ. კიდევ ერთი დეტალი კომისიაზე ასევე კიდევ გკითხავთ, მაგრამ გუშინ მაგალითად პრემიერ-მინისტრმა თქვა ასეთი რამ, რომ გუმცო გახარიას გადაყენება უნდოდა, თუმცა ქვეყნის გარედან დაარეკეს და უთხრეს, რომ მისი გადადგომა არ იყო მიზანშეწონილი. რა იგულისხმა პრემიერ-მინისტრმა გუშინ ამ განცხადებით, რა შეგიძლიათ რო თქვა? ეს ის თემა, რომელიც რა თქმა უნდა დეტალურად ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში რას პრემიერმა თქვა, იმაზე მეც მე არ ვიტყვი, არ მემაჩნია საჭიროდ. არის თემა, რომელიც რა თქმა უნდა თუ საჭირო იქნება თვითონ პრემიერი გააკეთებს ამაზე განცხადებას და როცა არის ლაპარაკი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, არის რაღაცა რამაც შეიძლება დააზიანოს ეს შეიძლება ყოფილიყო ამერიკის ელჩიც, თქვათ თუ არც ამის პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ ეს არ იყო ამერიკის ელჩი, ეს იყო ზარი ქვეყნის გარედან, Deep State-დან და Deep State-ის წყარო და ბუდე სადაც არის ძალიან კარგად ვიცით. საინტერესოა შტატებიდან იყო თუ ევროპიდან, ორივე შტატებიდან. კი ბატონო. მოდით რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ნუ არაერთი სხდომა მოვისმინეთ, ვისმენთ უმძიმეს ისტორიებს და კიდე ერთი ახლა რადგან ამ თემაზე ესე ვლაპარაკობდით. იგივე გადადგომასთან დაკავშირებით, ხო, ზარი იყო, არ იყო და იქ იყო გიორგი გახარია ბევრს ლაპარაკობდა და მე რაღაცა სკრინების გამოაქვეყნეს ყალბი ნამდვილი ამას რა მნიშვნელობა აქვს, სადაც იყო ლაპარაკი რომ ითხოვს პოლიცსაბჭოს შეხვედრას და უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, ესე იგი გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ იქნება არ მოუხსნათ მელიას იმუნიტეტი, არ არის საჭირო, კი ბატონო დაარღვია კანონი, მაგრამ მას ვერ დაიჭერს პოლიციის სახელმწიფო, იმიტომ რომ პარლამენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე არ უსნის მას იმუნიტეტს, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამითი ზიანი არ ადგება სახელმწიფოს, ასე ჩაითვალა იმ ეტაპზე მიზანშეწონილად და ამ დროს გამოდის შინაგან საქმეთა მინისტრი და კატეგორიულად ითხოვს ჯერ პოლიცსაბჭოს ხდომაზე, შემდეგ პოლიტიკურ გუნდთან შეხვედრაზე, უმრავლესობასთან შეხვედრაზე, რომ მოეხსნას იმუნიტეტი მელიას. ეს პოლიტიკური თემა, ეს არ არის კრიმინალში, ანუ საგამოძიებო თემა, რომ პოლიტიკურმა გუნდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოეხსნება იმუნიტეტი თუ არ მოეხსნება.
იყვნენ იქ კატეგორიული წინააღმდეგი ვიღაცა გამოთქვამდა ეჭვებს. მან აი მართლა წარმოუდგენელი რაღაცები ჩაატარა, ესე კატეგორიულად ითხოვდა რომ როგორ შეიძლება ეს კრიმინალი მოგინოვდეს ქვეყანაში, სასწრაფოდ დავიჭერთ, ერთი დღეს არ იქნება გარეთ და როგორც კი ეს მოხდა, იწყება წარმოუდგენელი რამ, თურმე. ოღონდ ეს უკვე ჩვენ აღარ ვიცით პოლიცსაბჭოს წევრებმა და არც დანარჩენმა დეპუტატებმა, იქ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და გუნდის რამდენიმე წევრი, ვინც გადაწყვეტილი ესეთ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა იყვნენ წესით ჩართულები, იქ წავიდა რომ პრემიერი ითხოვს რომ აღარ დავიჭიროთო და შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს რომ რას ქვია არ დავიჭიროთ. აბსოლუტურად საერთოდ სისხლის დაღვრაზე კი არ არის ლაპარაკი, აი ზიანი არავის მიადგება, ისე მოხდება და სისხლის დაღვრა, იმიტომ ვახსენე რომ პრემიერი თვითონ გახარი ამბობდა რომ იქ რო სისხლი დაღვრილიყო და ეს ეუბნებოდა თურმე რომ არაფერი არ მოხდება, აი მარტივად ყველა სპეცრაზმი ყველაფერი მზადაა, მარტივად ავიყვანთ. პრემიერმა რო ვერ მიაღწია აქ, ვერ გაიტანა თავისი, ამის შემდეგ დაიწყო ჩატში მიმოწერა, რომ მიშველეთ, მოდით რაღაცა ხდება, უნდა შევიკრიბოთ პოლიცსაბჭო. ნუ პოლიცსაბჭოზე ხა თუ პოლიცსაბჭოს შეკრებას ითხოვს, ბუნებრივია წევრების უმრავლესობა თქვი რომ კი ბატონო, თუ ეს საჭიროა, შევიკრიბოთ მათ, თუმცა გასაგები ბოლომდე რა სჭირდება ამ გადაწყვეტილებას პოლიცსაბჭო არ იყო, მაგრამ ნუ რახან მოთხოვნა იყო პრემიერისგან დავთანხმდით, თუმცა ეს იყო ღამის 12 საათზე, ამის შემდეგ გაგრძელდა რაღაცა მიმოწერა ცოტა ხანი და ნუ დილას უკვე 9 საათზე გადადგა. ტელევიზორიდან შევიტყვით რომ გადადგა. ვიღაცამ შეიძლება ცოტა ადრეც იცოდა, მე არ ვიცი. კობახიძე არ იცოდით ამის შესახებ. კობახიძემ თქვა რომ თქვათ ვიღაცასთან მერე დაურეკეს და უთხრეს რომ თქვენ აუხსნეს სიტუაცია, ჩემთან მსგავსი ზარი არ ყოფილა, მე ისე მივედი დილას პარლამენტში, რომ წარმოდგენა არ მქონდა რა დებატებს მქონდა ადგილი და გადადგომას რომ აპირებდა. ამას მოხდა სწორედ იქ უამრავი ხალხის მოზღვავება, ჯერ ზეიმი, რომ გაპრემიერი გადადგა, ხელისუფლება იშლება, შემდეგ უამრავი ხალხის მისვლა, გვახსოვს რომ რაღაცა ასასინები და რაღაც განცხადებები იყო იქ გარეთ დანთებული კოცონები და ნუ კონკრეტ ყველაფერი მიდიოდა იქიდან რომ ვითარება უნდა დაძაბულიყო, მაგრამ ძალიან სწრაფად პრემიერის არჩევამ და შემდეგ უკვე ძალიან სწრაფად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შინაგან საქმეთა მინისტრის ძალიან მალე გამოხდა ვითარება. ნუ როგორც ხვდები, თქვენ ამას აფასებთ ამ ნაბიჯს სპეციალურად, აი ამ პროცესების დაძაბვისკენ გადადგმულ ნაბიჯს ასე ფიქრობთ? რა თქმა უნდა, ეს იყო აბსოლუტურად შეგნებულად იმისთვის, რომ ვითარება დაძაბულიყო ქვეყანაში უმართავი სიტუაცია მომხდარიყო. სხდომაზეც თქვი და ეხლაც გავიმეორებ, რომ განცხადებები კეთდებოდა, რომ რამდენიმე პარლამენტარი, ზოგი ევროპარლამენტის წევრი, ზოგი თქვათ ბალტიისპირეთის ქვეყნების წევრები განსაკუთრებით აქტიურობდნენ, რომ კომიტეტის თავმჯდომარეები და ვიღაცები რომ მოდიოდნენ საქართველოში და ისინი აპირებდნენ მისვლას იმ ნაციონალური მოძრაობის ოფისში და იქ გამაგრდებოდნენ თვითონ რომ ვთქვათ უფრო მეტი რიდი ქონოდა სპეცრაზს იქ არ შეჭრილიყო და არ დაეკავებია კრიმინალი დამნაშავე ამელია და სააკაშვილი კი მუქრებოდა რომ აი დაიზრება ახლა და მოადგება საქართველოს საზღვარს და საქართველოსთან შემოდა და ჩვეულებრივი დესტაბილიზაციის სცენარი უნდა და ამას სააკაშვილი შემოსვლაც იმ დროს ემთხვევა და რაღაცა ერთგვარ ჯარჯარში სააკაშვილი იქ გამაგრებული მელია და რაღაცნაირად ჯერითი არასწორი წარმოდგენები აქვთ. იმიტომ რომ მართლა გონიათ რომ უფგაცილებით მეტი მხარდაც შერავით ხალხში ვიდრე აქვთ. სააკაშვილიც რატო შემოვიდა? იფიქრა რომ აი შევა თუ არა და ხალხი გაიგებს თუ არა რომ მე საქართველოში ვარ. იხულებენ, მოვლენ და მორჩა ვინ დააჭერინებს ჩემს თავსო და ვიღას ახსოვს ახლა თავისიანებს აღარ ახსოვს ის და ხან შიმშილობს. სააკაშვილის შემოსვლაც გიორგი გახარიასთან არის რამე კავშირში, აი რადგან ამას ამბობთ რომ პარალელურად ის შემოდის, იძაბება ვითარება შეიძლება რომ აი აქეთკენაც ნამდვილი შემოსვლა როცა რეალურად შემოვიდა მაგას ვერ დავაბრალებ რომ შეთანხმებული იყო თუმცა იმ სცენარში რომ ნამდვილად ჯდებოდა მაგ გადადგომის სცენარში ამასში დარწმუნებული ვარ რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება თქვათ იგივე გიორგი გახარიას თემამიც მინდა ამოწურო სხვა თემებზე გადავიდეთ საგამოძიებო კომისია რომელიც ახლა მუშაობს და 20 ივნისის საკითხებზეც გამოიკითხა შეიძლება რომ რაღაცნაირად მისი პასუხისგებლობის საკითხისკენ წავიდეს საქმე ამას გამორიცხავთ თუ არა თუ პასუხისგებლობებზე მე ჯერ არ დავიწყებ ლაპარაკს პასუხისგებლობები არის
ბევრი. თუკი ფაქტები დადასტურდება რა თქმა უნდა, ხა ეს ეზერელებს. ეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ერთი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობებზე რა თქმა უნდა პროკურატურა თვითონ გააკეთებს. ეხლა ზოგადად დაისვა კითხვა, იქაც ბევრმა მკითხა, რომ თუ არ დაკითხული პროკურატურაში ამოც ივნისთან დაკავშირებით. არა ვარ დაკითხული, თუ იქნება კითხვები, დიდი სიამოვნებით უპასუხებ ყველაფერზე, რაც მე ვიცი, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ გიორგი გახარია კარგა ხანს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ იყო პრემიერ-მინისტრი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის ხელმძღვანელია, ხო, მეთაურია და პროკურატურასთან გაცილებით მეტი ურთიერთობები ჰქონდა, ძალიან კარგად იცოდა ვინ იყო იქ, ვინ არა და ეთქვა, ჩამოეთვალა ის ადამიანები, ვინც იქ იყვნენ, ვინც მოჰყავდათ და ეთქვა, რომ ამათი ჩვენება იქნება მნიშვნელოვანი და დაგვიბარებდნენ და გკითხავდნენ მე საერთოდ არც მიფიქრია რომ ჩემი ჩვენება რამენერად მნიშვნელოვანი იქნება პროკურატურისთვის, მაგრამ თუ ეხლაც არ ვფიქრობ ეხლა ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ თუ იქნება რა თქმა უნდა მეც მიხვალთ და ამას კითხებს უპასუხ. თვითონ უნდა ეთქვა პირველ რიგში ეს როცა ჩვენებას იძლეოდათ და რომ აი მოწმეები რომლებიც იქ იყვნენ ამ დროს იყვნენ ეს გვარები და ეს სახელებია თუნდაც ჩემიც მათ შორის და ვიტყოდით. თუმცა ფაქტია რომ გახარია მოვიდა ამ კომისიაზე, რომ დაარელოდებოდნენ რომ ის მოვიდა, მაგრამ ოპოზიციის არც ერთი ლიდერი, რომელიც კომისიამ დაიბარა, მის გარდა კომისიაზე არ გამოცხადდა. საინტერესო მათთან დაკავშირებით აი ამ საქმეები დატოვებს ღია იქნება ადგილები ამ დასკვნაში, როგორი იქნება ამ შემთხვევაში კომისიის დასკვნა. გახარიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი პირადად მე რომ მოვიდოდა, თუმცა ბევრი ჩვენი გუნდის წევრი სხვანაირად ფიქრობდა. მე დარწმუნებული ვიყავი და რატო ვიყავი დარწმუნებული. ძალიან უნდათ პარლამენტში შემოსვლა. ძალიან ერთი სული აქვთ როდის შემოვლენ პარლამენტში და დაჯდებიან იქ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დანარჩენი პარტიები არ შემოვიდნენ და მათ შეუწყვეტეთ მანდატი, ფიქრობენ რომ აი ოპოზიციურ ველზე ამითი გაზრდიან თავის პოლიტიკურ წონას და რეიტინგს. ამიტომ ერთი სული აქვთ. თუმცა ეშინიათ დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბულინგის. ეხლა რაღაცა ეს ბულინგი წავიდა მაინც მისი მოსვლის შემდეგ. მაგრამ თქვა რომ არ მიმიციაო ლეგიტიმაცია მე ამ კომისიისთვისო იქ მისვლითო. ახსარება თუ რა ქვია ჩვენება მოგცა, ეს არის რა. ახსარების ანუ მას უნდა პარლამენტში შემოსვლა და მისი მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი და აი ხა გამოჩნდა კიდევაც ამის შემდეგ იყო რომ აი რაღაცა ჩვენ მოგეთ რაღაც თითქოს რაღაცა კლიშე დაარღვიეს და იქნია საფუძველს რომ მაისში უნდა შემოვიდნენ. მაისს იმიტომ ამბობ რომ მაისში თუ არ შემოვლენ მაშინ შეუწყდებათ მათ უფლებამოსილებად და ერთი თვე დარჩათ ხო დაახლოებით რომ არა როგორც კი მორიგი სესიის ნახევარზე მეც გააცდენენ მათ პარლამენტს აქვს უფლება მათ შეუწყდეთ მანდატები. აი თქვენი ეთერიდან ვიძლევი პირობას რომ მათ მანდატებს შეუწყდეთ. ამიტომ ისინი აი როგორც ახლა მე თქვენ გიყურებთ, ესე დავინახავთ როგორ შემობრძანდებიან პარლამენტში და იტყვიან რომ ჩვენ აქ ვართ. ამას რაიმეთი გაამართლებენ. ეხლა ჩამოეკიდნენ ამ რო აი რამაგრად მოიქცნენ თურმე საპარლამენტო კომისიაზე მოსვლით, რო ასე უნდა გააგრძელონ, როგორ განსხვავებულები არიან დანარჩენი ოპოზიციისგან, დაინახავთ როგორ შემოვლენ პარლამენტში. ნახოთ, სხვა ოპოზიციურ პარტიებზეც ამბობდა თავის დროზე ოცნება, რომ შევიდოდნენ პარლამენტში, მაგრამ იმ ოპოზიციურ პარტიებმა დათმეს ეს მანდატები, ხო? რატომ ხართ ამაში ესე დარწმუნებულები? ისინი დარწმუნებულები იყვნენ, აბსოლუტურად დარწმუნებულები იყვნენ, რომ განმეორდებოდა 2020 წელი, როცა თითქმის 6 თვის განმავლობაში არ შემოდიოდნენ და ამის შემდეგ არათუ შემოვიდნენ პარლამენტში, ჩვენ არ შევუწყვიტეთ მანდატები, მაშინ თქვენ გახსოვთ, ისინი ამბობდნენ, რომ ისინი არიან ტრაფიკინგის მსხვერპლი, რომ მათ ვაიძულებთ ძალად იმუშაონ პარლამენტში, როცა მათ არ უნდათ მუშაობა, საკონსტიტუციოშიც კი სცადეს გასაჩივრება და ფიქრობდნენ რომ ეხლაც ისეთივე პროცესი წავიდოდა და რაღაც ერთ ჩვენიერ დღეს იტყოდნენ რომ ან მათი ამორჩეველი სთხოვს კატეგორიულად ან დასავლეთელი მეგობრების თხოვნა არის რომ შემოვიდნენ პარლამენტში. არ ელოდნენ რომ შეუწყდებოდათ, მაგრამ შეუწყვიტეთ თხოვნა დაუკმაყოფილეთ და გახარიამ და მისმა გუნდმა ძალიან ზუსტად იციან რომ რახანი მათ შეუწყვიტეთ, ესე იგი მათაც შეუწყვეტთ. ამიტომ ცდილობენ და ფიქრობთ რომ მოკლედ შემოვლენ პარლამენტში. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა აქ მართველი გუნდის განცხადება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც გადავადდა და რომელსაც ასევე ცოტა დაბნეულობა
მოყვა მაგალითად მართველი გუნდის ამომრჩეველშიც ეს დაპირება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ის რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა მომხდარიყო, უნდა მოხდეს ახლა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული? აქ ერთი რამაც არის საინტერესო, თუ აპირებს თქვათ მართველი გუნდი რაიმე ტიპის ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაობის, როგორც მას უწოდებთ და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას, რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში? თუ პირდებით რომ აი არჩევნების შემდეგ უნდა აკრძალოთ ეს პარტია, აი რატომ შეიძლება ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა? და ყოველ ჯერზე ისე მიწევს ხოლმე რომ კითხვის ბოლო ნაწილიდან ვიწყებ პასუხის გაცემას. ბოლოდან დაიწყე. ხლას ესე გავაკეთებ. ნუ მიიღებენ რა. აი ესე ყველაზე კარგი იქნება. ამით რას დაკარგავენ? პირველ რიგში მათ ყავთ თავისი აქტივისტები, თავისი ამორჩეველი აქტივისტები, გარკვეულ იმ აქტივისტებს გარკვეული პოლიტიკური წონა აქვთ, გარკვეული გავლენა აქვთ, თქვათ, ქალაქში, სოფელში, სადღაც. ისინი რომ ნახავენ, რომ მათ მოესწროთ საშუალება გახდნენ საკრებულოს წევრები ადგილზე, თავისი ხმა გააჟღერონ, დაკარგავენ ძალიან ბევრ ამ აქტივისტს და შესაბამისად დაკარგავენ ამ მომრჩეველსაც საომალოდ. ამიტომ ეს იქნება თავისთავად ძალიან კარგი პროცესი. თუ არ მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა მაინც მგონია რომ საბოლოო შეიძლება მათ უთხრა რომ ხმები დადის და რამდენიმე ოპოზიციური პარტია უკვე შესაძლოა მათ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში. არც ვლაპარაკობთ ის რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ამაზე ორი აზრი არ არის. აი ლელოს წარმომადგენელმა თქვა დღეს, რომ აი არჩევნების წინ უნდა თქვა თუ რას გავაკეთებდო, ეს იყოს მოულოდნელობის ეფექტიო და ზათ იქნება და რაც ინფორმაცია გვაქვს. თუმცა ფიქრობენ რომ საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. დაელოდონ მაგ ამბავს პირობადად რომ თუ არ იქნება საპარლამენტო არ მიიღებენ მონაწილეობას და ეს იქნება ყველაზე კარგი. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ რაც ახლა შიგნიდან ხმები გამოდის, იგი საჯარო ზოგი ახლა ვიღაცასთან როყვება, ძალიან სერიოზული განხეთქილება აქვს, მიიღონ თუ არ მიიღონ მონაწილეობა, შედარებით მონოლითური არის, აი გვარამი ამელიას პარტია ამ ხრივ, რომლებიც უფრო მეტად დგანან ვარს, თუმცა საბოლოოდ რას იზამენ, ვნახოთ. ასეთი არის ამ წუთში ამ ფრონტზე ვითარება. რა თქმა უნდა, თუ კაფიო და ისეთ გადამჭრელ დავალებას მიიღებენ გარედან, მაშინ დაემორჩილებიან, მაგრამ თუ ეხლა დაახლოებით ისე იქნება, იქაც ვერ ჩამოყალიბდებიან რაჯობია, მაშინ ალბათ აი თუ კი მიიღებენ მონაწილეობას, ესეც საინტერესოა და შედეგს დადებენ, არჩი. მოდით თქვათ, ეკნებ იმარჯვებენ გარკვეულ ადგილებზე, საკრებულოებში, ხა თვითმმართველობის არჩევნებია და იქ ყველაფერი მოსალოდნელია, ხო? აკრძალვა როგორ ხდება? გამარჯვებული, მაგალითად, პარტიის რომელიმე თვითმმართველობის პირველი წუხელ პრემიერმა ელაპარაკა რომ ყველა იმაში, ოლქში თუ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთო, თუ ამ შემთხვევაში ხალხის ძალა, როცა ლაპარაკობთ იმათთან დაპირისპირებაზე, ჩვენ ნამდვილად ხას გადმოღმავართ იქ, სადაც ოცნება არის, რა თქმა უნდა, გამარჯვება აქ არის ანუ ამდენად დარწმუნებულია ოცნება ამ გამარჯვებაში. რა თქმა უნდა და ამაზე ეჭვის შეწანა უბრალოდ შეუძლებელია. და ამას დაინახავს ამორჩეველიც, მით უმეტეს იმ ტყუილების ფონზე, რაც ამ თვეების განმავლობაში თქო ეს რამდენჯერ დაარღვეს პირობა, კიდევ უფრო მეტად მათი ის არის კიდევ უფრო მეტად დაკარგავენ ნდობას. რაც შეეხება გახარიასაც აქვს ეს დილემა. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ის არანაირად არ მისცემს ლეგიტიმაციას პარლამენტს, მანდატებს არ დავტოვებ, მაგრამ ლეგიტიმაციასაც არ მივცემო. მისი ლეგიტიმაცია არც არავის სჭირდება, მაგრამ კომისიაზე მოსვლით ლეგიტიმაცია მან აღიარა, რომ ეს არის პარლამენტი, რომელიც წინაშეც ის ვალდებულია გამოცხადდეს, როცა დაოძახებენ და მისცეს ჩვენება ან ახსნა განმარტება, რაც კიდათ დაარქვით და როგორც კი პარლამენტში გამოვა თავისი ტყუილის გადაყლაპვა, რომ ის არაძლევს ლეგიტიმაციას. პარლამენტში დაждდომა, ხელფასების აღება, იქ რაღაცა მონაწილეობა კომიტეტებში და ასე შემდეგ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ იქ ლეგიტიმაციას მიმართ მისი მხრიდან ეჭვები არ არსებობს. კიდევ ვიმეორებ, მისი ლეგიტიმაცია არავის არ სჭირდება და პარლამენტი ლეგიტიმურია ყველა შემთხვევაში, მაგრამ მისი მხრიდან ეს რომ თუმცა პარლამენტში რომ არ არის ოპოზიცია, ესეც არის გარკვეულწილად პრობლემა. ოპოზიცია არის, უბრალოდ არ არის აგენტი ოპოზიცია.
ნუ გულისხმობთ ხალხის ძალას ამ შემთხვევაში, რომ თქვენ ხართ იქ ოპოზიცია, ხალხის ძალაც არის ევროპელი სოციალისტებიც არიან, მაგრამ არ არის აგენტი ოპოზიცია, რაც არის ძალიან კარგი პარლამენტისთვის. ეს მეორე რომ ლეგიტიმაციის, როგორც კი ის მოატყუებს ამის მომრჩეველს, რომ არ მივცემ ლეგიტიმაციასო და შემოვა, რით ის ლეგიტიმაციას აღიარებს, თავისთვის აღიარებს, თორე კიდევ მეორე პარლამენტს ეს ლეგიტიმაცია არ სჭირდება, მის ლეგიტიმაცია, ამითი სავარაუდოდ ის დაკარგავს ამ მომრჩეველთა გარკვეულ რაოდენობას. ეს მეორე. მესამე როგორ წარმოგვიდგენია თქვათ იმ პარტიის აკრძალვა, რომელმაც საკრებულოში რაღაც რამდენიმე ადამიანი გაიყვანა. თუ ვლაპარაკობთ დემოკრატიაზე, დემოკრატია სწორედ ის არის, რომ აგენტურა და გარკვეული იდეოლოგიის პარტიები, დამნაშავე პარტიები არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. როგორ მოხდა პარტია შორის აკრძალვა მაშინ მოლდოვაში პარტია შორი, რომელიც იყო მმართველი პარტია, რომელიც იგებდა ყველა არჩევნებს, რომლებსაც აქვს გაცილებით მეტი მხარდაჭერა მოლდოვის საზოგადოებაში, ვიდრე აქვს მმართველ პარტიას, მაია სანდუს პარტიას და მაია სანდუს პარტია, ისევე როგორც პრეზიდენტი სანდუ, ყოველ არჩევნებს აგებს ქვეყნის შიგნით და ერთადერთი რითიც იმარჯვებს არის ხოლმე, რომ ქვეყნის გარედან მოაქვს უამრავი რაოდენობით ხმები და ახლა 250-300.000 ხმა, ეს არის 10% მოლდოვას არჩევნებში. 20% ბოდიში და ამდენი ხმა მოაქვს. ამდენი ხმა რომ მოაქვს, ცხადია ხო გამარჯვებას იწერს, მაგრამ ის არ არის ამ დროს გამარჯვებული პარტია. და როდესაც შორი აკრძალეს, ყველაზე მაღალ რეიტინგული პარტია მთელმა დასავლეთმა დაუკრა ტაში. თუ იქ ეს დემოკრატია, რატო არის ეს საქართველოში არ დემოკრატია? მაგრამ იქ ბევრი რამეზე ხდება ხოლმე, რომ დემოკრატიულ პროცესად აღიქმება და საქართველოში მიმდინარე რაღაცა გარკვეული პროცესის მიმართ იმ ევროპასაც აქვს ძალიან ესეთი მძიმე დამოკიდებულება. ზუსტად ამაზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტები, რომლებსაც არ ვიღებთ და ამ თამაშის წესებს არ ვიღებთ. ამ თამაშის წესებს იღუძულებული ვიყავით, რომ დავმორჩილებოდით. ამისი კაფიო მაგალითი იყო ის, რაზეც ილაპარაკა წუხელი ირაკლი კობახიძემ, როგორ მოხდა გახარიას გადადგომის გადავადება და მერე მისი პრემიერად დანიშნა, დამთავრდა ეს დრო. ეხლა იმის წარმოდგენა ნუ გვექნება, რომ საქართველო იქნება ისეთი სუვერენული, რომელიც ყოველთვის იმას გააკეთებს, რაც მისი ეროვნული ინტერესებისთვის არის აუცილებელი. ეს სუვერენული არ არის ევროპის არც ერთი სახელმწიფო, არ არის ბრიტანეთი, ასეთი სუვერენული არ არის არც შეერთებული შტატები და არც ჩინეთი, მსოფლიოს ორი სუპერ სახელმწიფო, ხო? რაღაც დონეზე ყველა ვიღაცას ითვალისწინებს. ჩვენ ცხადია გაცილებით მეტის გათვალისწინება გვიწევს, ვიდრე უწევთ მათ, მაგრამ რაღაც ახლა ის რომ თლად პრემიერს გინიშნავდნენ ქვეყნის გარედან, თან ადამიანს რომლის გადაყენება გაქვს გადაწყვეტილი გუნდის შიგნით, ეს ნამეტანია და ეს აღარ განმეორდება. ხო, მაგრამ ეს კიდე ცალკე თემა, არ მინდა დამავიწყდეს ის შეკითხვა, რაც უნდა დამესვა და აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს აღარ განმეორდება, მსგავსი აღარ მოხდება, ანუ აღარ ითვალისწინებთ გარედან ვიღაცის თქვათ მითითებას, რა ბერკეტი აქვს ქვეყანას, რითი უპირისპირდება, აქ შიშები არსებობს, რომ რაღაცნაირად დასავლეთს შორდებით, ცივილურ სამყაროს ვწყდებით, როგორ შეგიძლიათ ეს ახსნა? ქვეყანას რა აქვს ბერკეტი, რომ იგივე ეგრეთ წოდებულ deep state-ს მაგალითად გაუწიოს წინააღმდეგობა ასეთმა პატარა ქვეყანამ. ჯერ მოდი ტერმინებზე რა. კი ბატონო. deep state-ი არ მოგწონს რომ ვამბობ? ცივილური არ მომწონს, მაშინ როცა ცივილიზებული უნდა ვიგულისხმოთ ხოლმე და ცივილური ნიშნავს სამოქალაქოს. კი ბატონო. მეორე, ესეც აი როგორ იცი, ჩვენ თვითონ რომ მოვახვიოთ თავს ისეთი ტერმინია ცივილური, ცივილიზებული რა მნიშვნელობა. ანუ ჩვენ ვამბობ რომ თუ ვლაპარაკობთ ევროპაზე, ის არის ცივილიზებული და თქვათ უზარმაზარი არაბული სამყარო თავისი უზარმაზარი კულტურით, ინდოეთი, ჩინეთი არ არის. ამას არ გულისხმობდი, ქვეყანას ხომ ევროპული კურსი აქვს. ამას მოდით მოდით ცივილიზებულსა ცივილურს ნურცერთ უწოდოთ ამას რა. დასავლური კი ბატონო უწოდოთ. თუმცა იმ დასავლეთშიც რა ვიცი რა ქვია იმას მადუროც დასავლეთია. გაცხადებული კურსი გვაქვს, ქვეყანა გვაქვს გაცხადებული კურსი, ხო? ამას გულისხმობ, რომ რაღაცნაირად ამით არ ვშორდებით ამ კურსს. როდესაც არ ვამბობ ხა რომ ვიღაცა მითითება უნდა მოგწეს და აუცილებლად ვიღაცის მითითებით ვინმე უნდა დავნიშნოთ აქ, მაგრამ რას უპირისპირებთ, ეს ხომ არ არის მარტივი ამ ვითარებიდან გამოსვლა? მარტივი რო არ არის, იმიტომ გვიწევდა ძალიან ხშირად მათი აბსოლუტურად ანტიეროვნული ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, ანტიქრისტიანული რაღაც თავისმოხვეული კლიშეების გათვალისწინება. მაგრამ ხა როგორ უპირისპირდებით? როდესაც სანამ ტრამპი მოვიდოდა
და სანამ იქ Deep State-თან ბრძოლა დაიწყებოდა და გარკვეულწილად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის გადახედვა დაიწყებოდა, სანამ USAID-ის და NED-ის მავნებლური ანტი-ქართული ამ შემთხვევაში, მაგრამ ანტი-ზაღამბეულ სახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული ქმედებების ნგრევა დაიწყებოდა, მანამდე უპირისპირდებოდით ამ ყველაფერს და ძიმე იყო, მაგრამ რაღაც დონეზე გაგვქონდა თავი. უპირისპირდებოდით მაგალითად იმ თავსმოხვეულ იდეოლოგიას, რასაც ქვია, რომ აი ეს LGBT დიქტატურა როს რო ამყარებენ მსოფლიოში და ტრანსგენდერული სიგიჟე, რასაც დაარქვა ტრამპმა, გაცილებით ადრე დავიწყეთ ჩვენ ამ ყველაფრის გაკეთება. რთული იყო, ძალიან დიდი ზეწოლა იყო, მაგრამ თქვით რომ ჩვენთვის ჩვენი ეროვნულობა, ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენი რწმენა, ჩვენი მამაპაპაეული ტრადიციები გაცილებით ძვირფასია, ვიდრე სიგიჟეები, რასაც გარედან თავს გვახვევენ და ამას დაუპირისპირდით და გავიმარჯვეთ კიდევაც. დღეს რო ტრამპს არ გაემარჯვა, გაცილებით რთული იქნებოდა ამ მის ბოლომდე გატანა, მაგრამ დღეს ეს გაცილებით ადვილია. თუმცა ევროპიდან ისევ არის ამ სიგიჟეებზე ზეწოლა და დაუშვათ ერთი წუთით რომ ტრამპს არ გაემარჯვა. არ ვიცი, ხა მართლა ჩვენი წინაპრები სარწმუნოებისთვის და სამშობლოსთვის ყველაფერზე მიდიოდნენ და ჩვენ რასაც გვეტყვიან ყველაფერი გავაკეთოთ, გადავუსვათ ხაზი ყველაფერს, რაც წინაპრებიდან მოდის, რასაც ჩვენი ეკლესია გვასწავლის, რასაც ჩვენი რელიგია გვასწავლის, მართლა აღდგომის დღეები მოდის და რა ვიცი, ამით უნდა ვიყოთ გარემოცული და ამ დროს ჩვენ რას გვასწავლიან, ხო? გვახსოვს შარშან ერის ის რო გავიგოთ ფსიქოლოგია რაზე ფიქრობს ერი, შარშან 17 მაისი გაიხსენეთ. ოდესმე ყოფილა ამდენი ქართველი გამოსული ერთად, ქართველში მეგულისხმობ ჩვენ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, იმიტომ რომ ეთნიკურ ქართველს კი არა, მოქალაქეობით ქართველს. ამდენი ქართველი რამეზე გამოსულა, რატო გამოვიდა? იმიტომ რომ ყველა მიგრძნო რომ საფრთხე არსებობს, დავკარგოთ ჩვენი მეობა, ჩვენი პიროვნულობა, ჩვენი ქართველობა, ჩვენი ტრადიცია, ჩვენი რელიგია, მართლმადიდებელი ვარ, კათოლიკე ვარ თუ მუსლიმი ვარ, კარგავთ ხო ამას და ამ ყველაფრისთვის ვიბრძვით კაცო და რაზე მელაპარაკებით თქვენ, რომელ შიშებზე მელაპარაკებით და ვისთან დაპირისპირებაზე მელაპარაკებით. არის იზოლაციის რისი? რომელი იზოლაციის ხა? გეუბნებით აგი შეერთებული შტატებში წავიდა ზუსტად ის პროცესი, რაც ჩვენთან. გუშინ მიიღო ბრიტანეთის სასამართლომ ფანტასტიკური გადაწყვეტილება, სადაც ეს მორიგი დარტყმა მიაყენა უკვე ბრიტანეთში მიაყენა მორიგი დარტყმა ტრანსგენდერულ სიგიჟეებს და ეს შოტლანდიური კანონი რო შეცვალა, დიახ, პროფალიუმ. კი ბატონო, ვიცით ეს. ეს არის, ეხა ევროპაში შიგნით არის ბრძოლა. ევროპა რა ის კი არ არის კაცო, ეხა რაზა ფონ დერ ლაიანი და ეს კაია კალასი იტყვის, მართლა როგორ უნდა რომ რუსეთს ომი გამოუცხადეს და თვითონ და მის ქმარს და მამამის გაჩაღებული აქვს რუსეთთან ვაჭრობა და მილიონებს აკეთებენ და 10 მილიონებს აკეთებენ. ეხა იმათ ჭკუაზე ვიარ და ომი გამოუცხადოთ. დასავლეთთან გაგვიფუჭდა ურთიერთობა როდის ყველაზე მეტად, როცა გვითხრეს ომში ჩავერთვეთ და არ ჩავერთვეთ და ომში რო ჩავერთულიყავით უკეთესი იქნებოდა? ვიქნებოდეთ ეს ვიარსებო. ხაბარაზე ლაპარაკობთ, მაგრამ ნახეთ გავიტანოთ ჩვენი რა დავიცვათ ჩვენი პრინციპები და როცა მართალი ხარ გაიმარჯვებ ყოველთვის რა. ნახოთ როგორ ღმერთი მაღლა და ჩვენსკენ. კიდევ ერთი ბერკეტი რაც შეიძლება იყოს გამოყენებული აი მაგალითად თვითმმართველობის არჩევნების რო კიდევ უფრო გაძლიერდეს ეს ზეწოლა ეს ერთი ელოდებით თუ არა და მეორე უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის პროცედურას ამარტივებს ევროკავშირი მართალია 61 ქვეყნისთვის მაგრამ იქ არის საქართველოს შეიძლება თუ არა რომ ეს საკითხიც დადგეს და შანტაჟისთვის იყოს ეს გამოყენებული იმიტომ რომ ამ თემაზე სხვათა შორის მოსახლეობა ძალიან სენსიტიურია და ჩვენ ნახეთ იგივე რის გამოც დაიწყო ეს აქციები, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოკლედ 28 ნოემბრის განცხადებას უგულისხმობ, ხო, რაც დაკავშირებული იყო ზუსტად ევროკავშირთან. აი რა შეიძლება მოხდეს ასეთ შემთხვევაში? წეგანდელს დავამთავრებ მაინც, ხო, რა შეიძლება ჩვენ იქ რომ მივდივართ, ჩვენ ვართ ამ სივრცის ნაწილი. ჩვენ მოგწონს ეს სივრცე და იმიტომ გვინდა რომ ეს სივრცე ერთგვაროვანი არ არის. იქ იყო ფაშიზმი, იქ იყო ნაციზმი, იქ იყო, რა ვიცი, ესპანეთში თავისებური კიდე რაღაცა უცნაური მართლობა. იქ ის კი არ არის რომ ევროპა სამოთხეა. ევროპა არის რაღაც ღირებულებების ჩვენთვის ძვირფასი. ერთი რომ ეკონომიკური ცხოვრება კარგია და ჩვენ ეს მოგწონს, მეორე რაღაც ღირებულებებში გვაქვს თანხმედრა. თუ იმ ღირებულებებს გადაუხობს ევროპა, მაშინ რატო ევროპა ძვირფასი გამაგებინეთ და სწორედ იმითია ორბანი მაგარი, რომ იქ არის ევროპაშია ტერიტორიულადაც ჩვენგან განსხვავებით, გეოგრაფიულადაც ჩვენგან განსხვავებით და ევროკავშირის წევრიც და
იქ იბრძვის ამ ღირებულებებისთვის. ამდენი წელი მარტო იბრძოდა და გაქონდა თავისი, ვერ დაარჩოქეს და დღეს მარტო აღარ არის, იმიტომ რომ იქ მოძლიერდნენ კონსერვატიული ძალები ევროპარლამენტში, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ბევრ ქვეყანაში მოდიან ეს ძალები, ზოგი არის ესეთი კვეთრი და რადიკალური როგორც ორბანია, ზოგი მეტნაკლებად, მაგრამ თლიანობაში რაღაცები იცვლება და ჩვენს ხმას შევმატებთ იქ და ჩვენ იქ ვიბრძოლებთ ჩვენი ღირებულებებისთვის. თორე თუ ევროპა დაკარგავს იმ ღირებულებებს და თუ იტყვიან რომ ევროპაში შემოსვლა LGBT დიქტატურას ნიშნავს. მე მაშინ ქართულმა ხალხმა თვითონ უნდა ერჩიოს, გვინდა ჩვენ ესეთი ევროპა? ანუ ეს კითხვაც ისე კი არ თქვა რომ ეს არალეგიტიმური კითხვაა, გვინდა ევროპა თუ არ გვინდა. ჩვენ ევროპა ისეთი გვინდა, როგორც ჩვენს წარმოდგენაშია და თუ ეს ევროპა სხვანაირი ხდება, მაშინ რა არ ვიცი. და ამიტომაც რაც შეეხება ვიზო მიმოსვლას, ხო, ისე კითხვა არ დარჩეს თუ ახლა იმ ქუჩაში მყოფ ადამიანებს შორის ერთს ვერ მოძებნის იმას, ვინც ჩემზე მეტად სცემდეს პატივს ევროპულ ღირებულებებს, ჩემზე უკეთ იცნობდეს პირადად და ჩემზე მეტად უნდოდეს. დავივიწყოთ ეგ თემა რა. ეს სალკე საკითხია. ეხლა რაც შეეხება ვიზო მიმოსვლას, შესაძლებელია თუ არა? რა თქმა უნდა შესაძლებელია. მე ამას არ გამოვრიცხავ, თუმცა ისევ ეს არ არის საქართველოს მიმართ, ეს არის 61 ქვეყნის მიმართ, თუმცა თუ მაინც მოხდება, ეს ანუ როგორც ზეწოლა იმისთვის, რომ ამ გზით მოვიყვანოთ საქართველოში ხელისუფლებაში, თქვათ ნაციონალური მოძრაობა ან მისი ანასხლეტები, ან მივიღოთ ის კანონმდებლობა, რომელიც დაგმო უკვე ამერიკამას და რომელიც ჩვენ ამერიკაზე რამდენიმე თვით ადრე გავაუქმეთ ჩვენთან ეს LGBT დიქტატურას, რასაც უწოდებდა ტრამპი, რასაც მას ტრანსგენდერულ სიგიჟეს უწოდებს. თუ ამას გვეტყვიან და ქართველი ხალხი იტყვის, რომ ვაიმე, ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია და სასწრაფოდ დავაბრუნოთ ეს აქვე სიგიჟეებიო ჩვენს კანონმდებლობაში. მე არ ვფიქრობ ქართველ ხალხზე ეს არა მაქვს ესეთი ცუდი წარმოდგენა. თუ ეს მოხდა, მაშინ აირჩიოს ქართულმა ხალხმა რა ურჩევნია უვიზო მიმოსვლა თუ შევინარჩუნოთ საქართველო. აი ასე როგორ ვირჩევთ ამას? რაიმე ტიპის რეფერენდუმს ვატარებთ? როგორ ნავიღოთ? ძალიან მარტივია, ხალხი წავა და ხმას მისცემს თბილისი პრაიდს, რომელიც პარტიად ჩამოყალიბდება იმ დღისთვის. მაგრამ არჩევნებამდე შეიძლება ეს ვნახოთ ამ მსგავსი ზეწოლა. ამ არჩევნებამდე არაფერი არ იქნება ხა. თუ არჩევნებზე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე შეიძლება იყოს. მომდევნო საპარლამენტო. იქ პროცედურულად რა თქმა უნდა ეს ძარცელი თემაა. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე თვითონ ევროპაში იქნება იმდენი ცვლილება, რომ ეს თემები საერთოდ აღარ იქნება აქტუალური. მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს, რომლისთვისაც ჩვენ თქვით, რომ საქართველოს ყველა ტექნიკური პარამეტრით იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და იმედი მაქვს ამ ტექნიკურ პარამეტრებში ახალ სიგიჟეებს არ გააჩენენ იმ კანონმდებლობის წეღარაზეც ვლაპარაკობდი გაუქმების მოთხოვნის სახით. არ გამორიცხავთ, რომ იყოს დიდი გამოსვლები ქვეყანაში, მოდით საგარეოს თავი დავანებოთ, თუ კიდე საკითხი ასეთ ადგება და მანამდე კიდე აგორდეს რაიმე ტიპის ტალღა და რაღაცა ტიპის საშიშროებები შეიქმნას ქვეყნის შიგნით. კიდევ ამ შემთხვევაში თუ მე არ ველოდები რომ ვთქვათ ასე ხისტად გააუქმო. თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაგრამ ერთი წუთით დავუშვათ, რომ აუქმებენ უვიზო მიმოსვლას და გვეუბნებიან, რომ ან იქნებით ჩვენი ყურმოჭრილი ვასალები, ჩვენი მონამორჩილები. ეს ნიშნავს, რომ ნაციონალურ მოძრაობას მოიყვანთ ხელისუფლებაში. ეს ნიშნავს, რომ როცა გეტყვით, მაშინ დაუწყებთ რუსეთს ომს, ან ირანს ომს, ან ვიღაცას ომს. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ჩაწერთ, რომ არსებობს შვიდასნაირი გენდერი და გენდერის კალმის მოსმით იცვლება ადამიანის სქესი. ეს ნიშნავს, რომ ბავშვებს უფლება აქვთ მშობლებთან დაუკითხავად მოახდინონ ასეთი ოპერაციები და რაღაცები, რასაც დღეს ევროპა და აგე ბრიტანეთის კრძალა, ისა ჯერ ამერიკა და მერე ბრიტანეთი კრძალავს უკვე, თუ ამას გვეტყვიან და ქართველი ხალხი იტყვის, რომ ოღონდ კი უვიზო მიმოსვლა მქონდეს და არაფერი აღარ მაინტერესებს და ესეთი მინდაო, მაშინ აირჩევენ იმ ძალას, რომელიც მათ უნდათ და მაშინ არ ქონია საქართველოს მომავალი, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. კი ბატონო, ვატასოზარ, აუცილებლად მინდა გკითხოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მე ასე არ ვფიქრობ, გულისხმობ იმას, რომ მე არ ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ასე
ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მარტივად. ასე მარტივად გადახაზავს თავის ღირებულებებს, თავის სარწმუნოებას, თავის ეროვნულობას, თავის ტრადიციას. არ ვფიქრობ ასე. კარგი, იმედია რომ არ დადგება ეს საკითხი ასე, ვიმედოვნებთ, იმიტომ რომ ეს უვიზო მიმოსვლას ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია ალბათ ამ ქვეყნისთვის და სხვა დანარჩენზე აღარ ლაპარაკობთ. ნახოთ როგორ იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე მინდა კითხოთ, არ გვყავს ჯერჯერობით ამერიკის ელჩი, იქ საუბარი არის იმაზე, რამდენად აქვს მთავრობას რაღაცნაირად მჭიდრო ურთიერთობა, ჯერჯერობით არ ჩანს სიგნალები იქიდანაც. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ურთიერთობები, როდის შეიძლება გავახსენდეთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და როგორ წარმოგიდგენიათ, კი ბატონო, თქვენი საუბრეთ გარკვეულ მსგავსებებზე, თქვათ საქართველოში რა დღის წესრიგიც არის და იქ ტრამპის ადმინისტრაციამ რომ გააუქმა გარკვეული USAID და ასე ორგანიზაციები. ეს გასაგებია, რომ ღირებულებით რაღაც თანხმედრაზე საუბრობთ, მაგრამ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ურთიერთობები? პირველ რიგში ხო არა ვარ ამ შემთხვევაში, მაინც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ამას ერთნაირად უყურებთ და ვთქვათ არჩევნებში კოალიციურად ვიყავით გასული. კი ბატონო, როგორ თქვენი პარტიიდან გამომდინარე ვისაუბროთ, კი ბატონო, როგორ წარმოგიდგენიათ? ამიტომ ბევრი ინფორმაცია შეიძლება არ გქონდეს და არც დავდებ ამაზე თავს. ესე იგი, პირველი კითხვა იყო ესეთი, რომ ხო, როდის გავახსენდებით? კი, როდის გავახსენდებით და ელჩის დანიშვნის საკითხი. კი, ელჩის დანიშვნაზე ხა პრემიერმა გუშინ ილაპარაკა და მეტია მე რა უნდა ვთქვა, გაგზავნილი 2 კვირის წინ კანდიდატურა თურმე, მე ესაც არ ვიცოდი და ველოდებით იქიდან შესაბამის პასუხს. როდის გავახსენდებით? თუ გავახსენდებით, კარგი კუთხით, კარგია, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ არ ვახსენდებით, ისე როგორც ვახსენდებოდით, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტში ყოველდღიურ ბრიფინგზე 3 განცხადება ეძღვნებოდა საქართველოს. ტაივანთან იყო დაძაბულობა და ჯერ საქართველო იყო და მერე ტაივანის და ჩინეთის ურთიერთობა, უკრაინაში იყო სისხლისმღვრელი ომი და დღემდე გრძელდება და ჯერ საქართველოს ახსენებდნენ და მერე უკრაინას, სადღაც რაღაც უბედურება ხდებოდა 7 ოქტომბერი იყო ის ტერორისტების შეჭრა ისრაელის ტერიტორიაზე და ჯერ საქართველოს აკეთებდნენ განცხადებას და შემდეგ ამ უბედურებაზე ღაზაში ომია და საქართველოს იყო პირველი. მადლობა ღმერთს რომ იქ არა ვართ და თუ არ ვიქნებით უკეთესი კიდევ. ეხლა რაც შეეხება ზოგადად რას ველოდებით, მე გავიმეორებ იმას, რასაც ტრამპის არჩევამდე დიდი ხნით ადრე ვამბობთ. სხვათა შორის ხალხის ძალამ 1 წლით ადრე, ჯერ კიდე აგვისტოში 2023 წლის ვთქვით, რომ ტრამპს უჭერთ ხარს, ტრამპის გამარჯვება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს გადატვირთვას ჩვენს ურთიერთობებში. თუმცა იქვე მე პირადად ყველა ინტერვიუში ვამბობდი არჩევამდეც და არჩევის მერეც, რომ ტრამპი ირჩევს ამერიკელი ხალხი, ის არის ამერიკის პრეზიდენტი, მოქმედებს ამერიკის ინტერესებით და არა საქართველოს ინტერესებით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ღირებულებითი თანხმდრა. მნიშვნელოვანი არის რომ აღარ არის ზეწოლა საქართველოსზე და რომში ჩავებად. რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია ის ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ აღარ ჩამოთვალოთ LGBT და USAID-ის გაუქმება და რევოლუციების მოწყობები როს დაფინანსება რო აღარ ხდება და ასე შემდეგ და ასე. ამ კანონებთან დაკავშირებითაც აქვს პრობლემა ევროკავშირში მიუხედავად ამისა. ხო, ჩვენ ამერიკაზე ვლაპარაკობთ ახლა ევროპას მოვიდეთ მერე თუ გნებავთ. ამიტომ ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ხედვა შეიძლება დაემთხვეს თქვათ ჩინეთთან ურთიერთობის საკითხში ან რა ვიცი, თურქეთთან ურთიერთობის საკითხში. ამ შემთხვევაში ჩვენ ისე უნდა დავიცვათ ჩვენი პრინციპები, როგორც ვიცავთ დღეს ევროპასთან და როგორც ვიცავდით ბაიდენის ადმინისტრაციასთან. ისე ვიმეორებ, ჩვენ არა ვართ სუპერ სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის ყველაფერს გაიტანს. სადღაც დათმობა მოგვიწევს, მაგრამ ეს დათმობა ყოველთვის უნდა იყოს მინიმალური ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. რა ნაწილში შეიძლება და ვარაუდობთ რომ იყოს ასეთი ტიპის დათმობები თუ ძალიან ზოგადი ხო ამ წუთში ამაზე ლაპარაკს მე მგონი არ აქვს აზრი, ჯერ არ ყოფილა იქიდან რაღაც ასეთი მოთხოვნებიც, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ კიდევ ვიმეორებ ჩვენი პრინციპები. ისევ და ისევ, როდესაც ჩვენი ოპოზიცია ხმაურობს ბევრს, მაგალითად ჩინური კომპანია შემოვიდეს თუ არა ანაკლიაში, პასუხი არის მარტივი. ჯერტი ამერიკელებს არანაირი ინტერესი არ გამოუვლენიათ ამ პორტის მიმართ ამერიკულ კომპანიებს, არ ვთქვამთ რომ ჩვენ ჩავდებთ ფულს. ვეხვეწებით, ხო? თუ ჩადებენ იმ შემთხვევაშიც კი, ჩვენ რა თქმა უნდა ვეთქვით რომ ოღონდ თქვენ შემოდით და ჩვენ გვაწყობს პოლიტიკურად, მაგრამ სინამდვილეში
სუფთა ეკონომიკურად, ჩვენ რა თქმა უნდა გვირჩევნია ჩინური კომპანია, იმიტომ რომ ტვირთი ჩინელების არის და ჩინურმა ტვირთმა უნდა გაიაროს და თავისი პორტში თავისი წილი რო ექნება, თან ლაპარაკია ნახევარზე ნაკლები 59%, ინტერესი მას მეტი ექნება, რომ თავისი ტვირთი აქ გაატაროს და არა სადმე სხვაგან, იმიტომ რომ იქ კიდე თავის ინტერესს ჩადებს. თუმცა ისე ვიმეორებ, თუ ამერიკელები გვეთქვია, რომ მოდი ჩვენ ჩავდებთ, შესაძლოა არ გამორიცხავთ, რომ ამაზე იყოს როგორც ჩანს არ იქნება, იმიტომ რომ ამდენი ხანი სადაც არ გამოვლინეს ინტერესი არ ამგონია მომავალში იყოს, მაგრამ თუ ამერიკელები გვეთქვია, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს და არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელები არ შემოუშვათ, სამაგეროდ ჩვენ რას ვიღებთ? არაფერს. ამაზე პასუხი შეიძლება კონდეს ხელი, რა პასუხი შეიძლება ამაზე პირადად ჩემი პასუხი არის, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ეს სპორტი, ეს სპორტი სჭირდება საქართველოს და კი ბატონო, მაგრამ მეორეა რომ თუ ამის საპასუხოდ ჩვენ ამის სანაცვლოდ გვაქვს რაღაცა სხვა შემოთავაზება, რომელიც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი, უკეთესი იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, შეიძლება ვილაპარაკოთ, სიტყვა ვივაჭროთ ის გამოყენება არ მინდა, მაგრამ სწორი ფორმულირება ალბათ მაინც ვივაჭროთ იქნებოდა. კი ბატონო, ჩვენ დრო ამოიწურა სამწუხაროდ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის. სოზარ სუბარი გახდა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მსმენელებს, მაყურებლებს წინასწარ ვილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და შევხვდებით, როდესაც ეს დღესასწაულები დასრულდება. მშვიდობა მოიტანოს ჩვენს ქვეყანაში და ამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებს ვილოცავ ყველას. დიდი მადლობა, ნახვამდის გემშვიდობებით.